პროტესტი რუსთავში ასობით მოქალაქე ამბობს, რომ ხელისუფლება მათ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებას აიძულებს. საქმე მიწის ნაკვეთებს ეხება, რომელიც მესაკუთრეების დაკანონებულიც აქვთ, მაგრამ როგორც ირკვევა, უკვე არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც ამ ტერიტორიის გამოყენება სხვა მიზნებისთვის იგეგმება. პროტესტის მონაწილეებისგან ვარკვევთ, რომ მათ თავდაპირველად ნაკვეთების სანაცვლოდ თანხა შესთავაზებს, თუმცა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები. ყველას არ დაუკავშირდნენ, მხოლოდ მცირე რაოდენობა ხალხს დაუკავშირდნენ ჯერჯერობით, რომ იაფად გამოისყიდონ და მე ალბათ ეს შესაძლებელია გათიშე და იბატონეს პრინციპითაც მიდიოდეს ნელ-ნელა ხალხთან მოლაპარაკებები და იმიტომ რომ საერთო ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა. გამოსყიდვას აპირებენ ან ჩამორთმევას აპირებენ თუ უარს იტყვით, ეს რა თქმა უნდა კატასტროფა არის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი კუთვნილი მიწა და ის არგუმენტი რომ ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს უნივერსიტეტი, ეს რა თქმა უნდა ფარსია და ამას არ დაეჯერება. გავიგეთ ცოტა ხნის უკან რომ აქ სახელმწიფო აპირებს გააშენოს საუნივერსიტეტო ქალაქი. ჩვენ გვინდოდა და ველოდებოდით ამ მიწაზე სტატუსის შეცვლას, თითქმის ამას ველოდით ამ წლების განმავლობაში. ინფორმაციის ვაკუუმია, ანუ ესე არავის არ დაუბარები ვართ, არავის არ უთქვია, რომ უნივერსიტეტთან კონკრეტულად მივსულიყავით და გაგვიარა ეს საკითხი და მოგვეთხოვა პასუხები, ანუ რა როგორ და რანაირად. ადამიანებს ვისაც ურეკავენ, ანუ სთავაზობენ რაღაც გარკვეულ თანხას და ეუნებია რომ ეს მიწის ნაკვეთი როცა მათ გადაეცათ რა, ეს მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ სახანავ მიწის ნაკვეთებს, როცა არასწორი არის, ვიღაცა რაღაცას აშენებს, ანუ არ უნდა მოხდეს ისე შეფასება ამ ყველაფრის და ისე განაწილება და ამ ხალხის ტყუილში ჩაყენება, ინდივიდუალურად რეკავენ და ინდივიდუალურად ითანხმებენ ადამიანებს რა.